კაცო, ისეთი ხალხი წერს წიგნებს, მაგრამ მეც უნდა დავიწყო ახლა წიგნი უნდა დავწერო, ისევ გადავწყვიტე. სათაური უნდა მოვიპარო მაროშკინას წიგნი წავიკითხე. შედევრია. ოღონ მე სათაური უნდა მოვიპარო, ოღონ ერთ სიტყვა უნდა შევცვალო. ქოცის სურნელი. უკვე იმდენი დავაგროვე, რომ ერთი 5 ტომი გამომივა რა, რომ დავწერ წიგნს, ქოცის სურნელი. და შიგნი იქნებიან სურნელოვანი ქოცები, რომ ყარან, ესე იგი, რადიაცია რო გამოდის, მარტო სუნი კი არა, რადიაცია მოდის მაგადგან. ესე იგი, ისეთი ტოქსიკურები არიან, რომ აი და წიგნიც ეგეთი იქნება რა, რომ დავწერ წიგნს, აი შორიდან უნდა წაიკითხოთ, შორიდან ესე. და ჯოხით უნდა გადაფუცლოთ შორიდან, ახლოს არ უნდა ხელში არ მაიღო ეს წიგნი. თორე გადმოგედება სურნელები და მტელს დაავს მერე. და მერე დაიწყება თქვენი დებილი დედა მოწყან. აი ეს არაბი რო ჩამოვიდა, რო დალაგდით სულ ყველა რიგში და ხელებს რო არ თოდით და ესე თავს რო უქნევდით. არაბებს კი არ უნდა ჩამოართვა ხელზე ხელი და ესე კი არ უნდა დაიჩმორო თავი და დაწიო თავი. აი ეს გოგო მოიყვანეთ პარლამენტში თვალი რომ მოთხარეთ, თქვენი დედა მოწყან მე თქვენი. და იმ გოგოს წინაშე დადექით მუხლებზე და ილოცეთ ცოცხლები რო ხართ რა. თქვენი ნაბოზვარი დედა მოწყან მე რა. ჩათლახებო თქვენა. გარგო წამალმა, 1-2 ისე არგო წამალმა, შენი დაბარებული რა. ვიცი ეხლა, ეს ხელი გამაგიჟა რა, ჯერ მარცხენა ხელი გამეხრიტა, მერე მარჯვენა რა. ეხლა ფეხსეს თუ რაღაცა ლუსმანმა მომაღწია და გამიხრიტა, უნდა წავიდე ძმაო, ეკლესიაში უნდა წავიდე რა, რაღაცაშია საქმე რა. მომირჩა. კაცო, ერთი რამე ვერ გამიგია კიდე, როგორ ვერ გამიგია, ყველაფერი ძალიან კარგად გამიგია, მაგრამ აი ეს ადამიანები რო გამოდიან და ჭკუას რო გვასწავლიან. აი თქვენ რასაც ხედავთ ეხლა მათ და რაც მათ ხდება, ხო? ჭკუა მე და ჩემნაირებს კი არ უნდა ასწავლოთ. აი ვინც მაგას აკეთებს, მაგასთან უნდა მაგაზე უნდა ილაპარაკოთ და მაგას უნდა უთხრათ ყველაფერი. გავიგეთ და მივხვდით, რომ ავტომატებს ვერ ვიღებთ ხელში და ერთმანეთს ვეღარ ხოცავთ. ეგ საშინელება იყო რუსთაველზე რომ გამოვიდნენ ქართველები და რომ დასხეს ერთმანეთს. და მერე გამოვიდა ის ბაბოჩკა და აბა რუსები რა მოგხმარებოდენო, ჟიადისო კი ვერ მოუგებდით. მოგვეხმარენო რუსები, აბა.
მოგეხმარებთ, ხო? მაგას თქვენ დაარქვით მოხმარება, ხო? საკუთარი ერი რო ჩააშავეთ და პრეზიდენტი მოკარით, ეგ დახმარება იყო? რუსებისგან ეგ იყო დახმარება. მიწები რო წაგვართვეს, ეკლესიები დაგვინგრიეს, ხალხი გადაგვისახლეს. ეგ იყო დახმარება რუსული. ევროპელებმა და ამერიკელებმა საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, მანქანები, ტექნოლოგიები რომ მოგცეს, ეგ არის ქართველობა წაგვართვეს. უკუღმართი დედა მოტყან მე თქვენი ხოცებო რა. აი სულ იმას აკეთებთ, რაც არ უნდა გააკეთო. დაჟე არც უნდა იფიქრო მაგაზე. თქვენ აკეთებთ, ფიქრობთ კი არა აკეთებთ. თქვენ მოგიტყანთ დედის ტრაკი. გავიღვიძე ახლა ერთი ჭიქაყავა უნდა დავლიო. ერთ პაპიროსაც მოვწევ. მე ისევე წვეტიანი აზრები შემაწუხებს. ვა, ის არ მოდის, რაშია საქმე. ისა. არ მოვიდა რაღაცა დღეს, გაბუტულია ჩემზე თუ. იოდა. მოდის. როგორ ახარ იოდა? არაფერი არ მაქვს გამოღებული იცის და მარტო ყავა არ მოწონს. როგორ ახარ იოდუკები? ოპა! აბა წავიდა დაზვერვა. აი როგორ მეხმარება ესეც. ხოცებთან ურთიერთობას რო ვიწყებ. აბა რა ვქნათ დღეს, რა მივირთვათ? რა იყო, მე სუპი მაქვს და სუპს ავჭამ, შენ რა გაქვს? შენ რა გაქვს დუკები? არის, ჩვენა გვაქვს ავღანური პურის ნაგლეჯები. აჰა, ერთი შენ და მეორე დედა შენ. აჰა. ესეც ასე. ხო და კაცრო თეთრი და შავი ეშლება. ან თავს იდებილებს და იმიტომ ეშლება. იმასთან ლაპარაკი, იმასთან რამის კეთება და რამის დამტკიცება, ის ასია, ეს ასია, აი არაფერს აზრი აღარ აქვს, ეკარგება უკვე აზრი და აი მთავარი რა არის, მე აი ამ სისულელეს ყველაფერს რა მოსდევს, იცით? პროდუქტი. ძალიან ჭკვიანურად აქვთ გათვლილი, სხვათა შორის კრემლში ეგ საქმე. ძალიან ჭკვიან. ევროპელებს და ამერიკელებს აქვთ თეთრი და შავი, всё გეუბნებიან, ეს თეთრია, ეს შავია. ერთ რამეს მოვიყვან რა. საბჭოთა კავშირის იყო ესეთი რომ завтра будет лучше, чем вчера. ხვალე უფრო კაი იქნება ვიდრე დღეს არისო. Надеюсь, я и жди. რაღაც ეგეთები ყვებავდნენ. აქ რო ჩამოვედი, იმდენი ქართველები ამერიკაში უკვე ყველა მის, მაგრამ შეგახსენებთ. აქ როგორი ანდაზა აქვთ, იცი? დღეს გაიცინეო, ხვალე უფრო ცუდი იქნებაო. აი ეგ არის რეალური. ხო და აი ეს პროდუქტი, აი საკოცეთის პროდუქტი მე გამოზდის ადამიანს, რომელიც გამოვა გარეთ, დაიჭეს ცოცხებს ხელში და აფრიალებს. всё, დაღუპულები ვართ. ცოცხიანი ქართველები დარბიან გარეთ. მე
ისეთი რაღაცები ხდება, რომ სულ ყველას გონია, რომ ესე იგი როგორ აყრენს დათვლილი როგორ უნდა მოგაჩვენონ იდიოტები, სამშობლოს გამყიდვლები, ნაბოზრები და ჩათლახები ჭყუიანებად. აი მაგალითად ერთი რუსის პოლიტიკოსი საშინელ პერიოდში ჯაბა იოსელიანს მოუწყეს გამოფენა მოსკოვში, რა გამოფინეს არ ვიცი. ესეთი კაციო ჩვენო ცხოვრებაში არ ვინახიაო. დაიწყეს ჯაბა იოსელიანის დამსახურებებზე მოყოლა რაღაც სისულელების და ბოლოს დაამატეს, რომ ვორზაკონეც არისო. გენიოსი ესე იგი, გენიოსი. всё, მორჩა. ჯაბა რასაც იტყვის, ჯაბა რასაც გააკეთებს, ის არის 100%-იანი. რა გააკეთა? მოუტყნა დედის ტრაკი ყველაფერს. ზარზე იმით მოუტყნა დედის ტრაკი ყველაფერს. ეხლა ბორინკაზე ჯერ არაფერს არ ამბობენ. მაგრამ ტელევიზიებში ამ მაროშკინებს და ვიღაცებს იწვევენ და გიმტკიცებენ, აი მწერალთა კავშირშია ესა, იქ არის ჭყუიანი ხალხი, ამათ მიყავთ ჩვენი საქმე წინ. რამდენი წელიწადია უკვე და ყველაფერი მიდის უკან. ყოველ დღე შეგახსენებთ, რომ რეგუნები ხართ, ნაბოზრები, სისულელეს აკეთებთ, კრემლის დავალებებს ასრულებთ, დედამოწყნულები ხართ და ნაბოზრები. არასდროს კრემლს ჩვენთვის არაფერი არ მოუწია, ყოველთვის გვართმევს, გვაკნინებს და გვცლის სისხლისგან. როგორც სხვა ტერიტორიებზე. ზონგა გამოსდის, ზოგან არ გამოსდის. ბევრ ადგილებში აღარ გამოსდის უკვე. მაინც და მაინც საქართველოს შევჩით საჯიჯგნად. ბოლოს და ბოლოს. აი ესე არის. მისაბაძი ელემენტები გათვლილი აქვს ქართულ ფსიქოლოგიაზე, კარგად გვიცნობენ ქართველებს და ხელად გიჭერენ. ჩაიყვანენ მოსკოვში, დაგამუშავებენ, ფულს მოგცემენ, მაშკას შემოგიგორებენ ლოგინში. მე ამ ფულით გამოგიშვებენ და ჩამოდიხარ და შენ ყიდულობ ნახევარი რაჭის ტყეს. ვიღაცა ქართველი რუსეთიდან მოაწვა ფულით საქართველოს რაჭის ტყე უნდა ვიყიდო. რადგინდაო რო კითხეს ამ ხელატებდა ბიზონები უნდა გავავრცელო. შენ მოგიტყან დედის ტრაკი, მიწის ყიდვა რადგინდა, ჩამოიყვანე ბიზონები და გაუშვი და თვითონ გამრავლდებიან. შენი ბიზონი დედა მოტყან მე. აი ესეთ სიყლევეში გვაქვს საქმე რა, საყლევეთია რა, საქოცეთი. სიკეთის კეთება თუ გინდა, რადგინდა პრეზიდენტობა და პრემიერ-მინისტრობა, ისე აკეთე. ისე გააკეთე რა. მაინც და მაინც უფროსი უნდა გერხვას, ნაჩალნიკი უნდა გერხვას, მაინც და მაინც. და იყო ეგეთი შემთხვევები, რომ რუსეთიდან შემოგდებულ ფეიქ მილიონერებს და მილიარდელებს, რომ ერთი ორს მოკლეს ქართველებმა. მოკლეს ქართველებმა. მკვლელობას მე არ მომართლებ. მკვლელობა ცუდია. მაგრამ ის დედამოწყნული გამაძღარი რომ შემოდის და რაჭის ტყის ყიდვას აპირებს, ის მთლიანად საქართველოს კლავს. და ფეხებზეც კიდია, თვითონ ხო ცხოვრობს კარგად.
ბიზონების გამრავლება მოუნდათ რაჭის ტყეში. შედედა მოწყნულო, ჯერ ქართველები გაამრავლე, დაცლილები რო ვარ და მე ვიფიქრე ბიზონებზე, მოგიტყა დედის ტრაკი მე შენ. რამის ტრაკი თუ გაქვს ააშენე სახლები საქართველოში და დაურიგე ხალხს უფასოდ. ვინც საჭიროებს ამას. თორე კუხნიაში რო აქვს შკაფში შენახული ზოგიერთებს მილიონები იმას არ ჭირდებათ. უქონლებს უნდა დაეხმარო და ბიზონებზე კი არ უნდა იფიქრო, იმ ბავშვებზე უნდა იფიქრო თვალები რო აქვს დათხრილი. არა ადამიანური საქციელები გაქვს და რაღაც საშინელ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ და ამას ყველაფერს უნდა უყურო. ასე რომ თქვენ თვითონაც ნახეთ რა გამოიღო ჩვენი ხალხი იტანჯება თორე ევროპელებმა მოგაქციეს ზურგი ის არაბიც არ ამგონია თან გადმოყვეთ ნო ამერიკელებმა ხო წაიღეს და წავიდნენ ყველაფერი ერთ კაპიკსაც აღარ გამოგცემენ და ნუ რა დაგჭებათ ხელში ბოთლი არაყი, მჟავე კიტრი და მე უნდა წაუღიღინოთ. მადლობთ. მე უნდა წაუღიღინოთ ისა პადმასკოვნი ვეჩერა და კალინკა და ზაგლინულსა ლეტნისა და დგანან ამხელა ვირი ქართველები. ეს ანსამბლი რო ყავთ მეტეხი კი არ უნდა ერქვას, მაგას უნდა ერქვას ვაზელინი. ანსამბლი საქართველოდან ვაზელინი. და ამდღიან ამხელა ჯორები და საქართველოზე ლაპარაკობენ ცუდს და მღერიან რუსულად. კაი, რუსულად მღერი ხარ. ეს საქართველოს განძღვას დაანებე თავი რა. რატო ლანძღავ? ხო. ათენდა საკრამენტოში ბრიფინგი დასრულდა, მოგიტყანთ დედის ტრაკი და არა ადამიანი ჯიში და ჯილაგი. აბა გელოდებით ახლა, შემოცვინდით და კიდევ ერთხელ მითხარით, მე ვინა ვარ. კარგად იყავით, საქართველოს გაუმარჯოს, საქოცეც არა.